ეროვნული ვალუტის ახალი კურსი კი ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით $1 შეძენა 2 ლარად და 53 თეთრად არის შესაძლებელი. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში კი ლარის კურსი ოფიციალურზე რამდენიმე პუნქტით მაღალია. ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინტერვენცია მოახდინოს, რითაც ლარის დასტაბილურება გახდება შესაძლებელი. მართლ გუნდში კვლავ აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის შემდგომ გაუფასურებას არ ვარაუდობენ. მიშა ფეიქრიშვილი არ ყვევდა დეტალებს. მიშა, რატომ გაუფასურდა ლარი? რატომ უფასურდება კვლავ ლარი? ამ შეკითხვაზე დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მოგვისმენია არც ერთი მხარის წარმომადგენლისგან. ფაქტია, რომ ლარმა 20 წლის განმავლობაში, არსებობის 20 წლის განმავლობაში დღეს მართლაც მოხსნა რეკორდი და კადრებს, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს, გადაღებულია ყაზბეგის გამზირზე სულ რამდენიმე საათის წინ, დაახლოებით 2 საათის წინ. ჩვენ ახლაც ყაზბეგის გამზირზე ვიმყოფებით და ლარი როგორც ჩანს კვლავ გაუფასურებას განაგრძობს. დაახლოებით ამ დროისთვის ეროვნული ვალუტა 1.2%-ით არის 2 საათის წინანდელის მონაცემებთან შედარებით გაუფასურებული. ჩვენ დავინტერესდით თუ როგორია საბანკო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკვე გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ სიტუაციის გამოსწორებაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ის ვისთვისაც ეს ზალზეთ ცუდი შედეგების მომტანი იქნება, ეს არის სწორედ კომერციული ბანკები, ვინაიდან 60%-ზე მეტი დოლარებშია სასწრაფი გაცემული და ბუნებრივი არის სასწრაფისათვის პრობლემის შექმნა, ეს საბოლოო ჯამში ბანკისთვის პრობლემა იქნება. ყველა წაგებული რჩება, ვერც ერთ ჯგუფს ვერ ვიტყვით ჩვენ, ვინ შეიძლება აქედან მოგებული დარჩეს. აი ესე რომ აი ამ ფონის შექმნა და ჩვენ ვართ იმ ქვეყნიდან, სადაც განწყობის თეორია დაიწერა და სწორედ აი ამ განწყობის თეორიიდან გამომდინარე არის აი ესეთი შექმნილი სიტუაცია. მგონი დრო არის, რომ ეროვნულმა ბანკმა რაღაც ეს სავალუტო რყევები მოხსნას, ვინაიდან ეკონომიკური ფუნდამენტალური რაღაცა გადაფასება ლარის კი არ ხდება, ეს არის აჟიოტაჟით გამოწვეული და ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობისთვის არსებობს ეროვნული ბანკის ინტერვენციები და კარგი იქნება რომ ჩაერევს. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური განცხადებებიც კეთდებოდა. საპარლამენტო ოპოზიციისა და მართველი გუნდის წარმომადგენლების მოსაზრება ბუნებრივია განსხვავებულია. მართველ გუნდში, როგორც უკვე დასაწყისში აღინიშნა, არ ვარაუდობენ, რომ მომავალში კვლავ გაუფასურდეს ეროვნული ვალუტა. რაც ეხება ოპოზიციას, საპარლამენტო ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ის რაც ეროვნული ვალუტის გარშემო ხდება, ეს არის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. დღეს ერთადერთი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელმაც გააკეთა განცხადება ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, იყო ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი მომავალში ლარი კვლავ გაუფასურდება, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და ფუნდამენტის გათვალისწინებით ვასაბუთებთ, რომ აღნიშნული არის სპეკულატიური და რეალურად მას არ აქვს საფუძველი მაკროეკონომიკაში. საშუალოებიან პერსპექტივაში ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას ვერაფრით ვერ ვანუგეშებ. თუ ესე გაგრძელდა დღესდღეობით ეს დინამიკა შესაძლოა შენარჩუნდეს წლის ბოლომდე. ყველაფერი გააკეთა უმრავლესობამ იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის იმიჯი შელახულიყო, რომ ყველასთვის ცხადი გამختارიყო, რომ მასზე არის ესე ვთქვათ თავდასხმები და ის უნდათ რომ დაიქვემდება რომ და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ ინვესტიციები შესაძლებელია შემცირდეს. ფაქტორები მაინც ამ ბოლო დღეებში ისეთი მნიშვნელოვანი არ შეინიშნება, რომელსაც ასეთი ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა ლარის კურსს. აბა რატომ არის თქვათ ეს? მოდი ამისგან თავ შევიკავით ჯერჯერობით, იმდენად რამდენადაც უკვე ყოველთვის ველოდებით კანდიდატურების წარმოდგენას ზედამხედველობის საბჭოში. ალბათ დავამტკიცებთ ამ დღეებში მათ და უფრო კომპეტენტურ პასუხს ისინი გაგვცემენ. პროგნოზი უჭირთ ეკონომიკის ექსპერტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ყველა ეკონომიკური მონაცემი, რომელიც საქართველოში არსებობს, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი დღეს ასეთი გაუფასურებული არ უნდა იყოს, შესაბამისად მათთვის გაუგებარია თუ რა მოვლენებთან შეიძლება გქონდეს საქმე. ეკონომიკის ექსპერტები მოუწოდებენ ეროვნულ ბანკს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია და ჩაერიოს აღნიშნულ სიტუაციაში, რათა მოხდეს ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურება. ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია სწორედ ეროვნულმა ბანკმა მიიღოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად და ადეკვატურად გარკვეული გადაწყვეტილებები.
აი ამ სიტუაციის გასაღებად ხისეული დევს ეროვნული ბანკის ხელში. ეს არის სავალუტო ინტერვენცია. ეს ამ პანიკურ სიტუაციას ეროვნული ბანკი უპირისპირებს თავის ინიექციას და მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ამის საშუალება. ხისეული გადაწყვეტს, ამიტომ არავინ არ აკეთებს კომენტარს. მხოლოდ ეროვნულ ბანკს უყურებენ რას გააკეთებს. 24% გაუარესდა ჩვენი ექსპორტები, 10% გაუარესდა ჩვენი იმპორტები, მაგრამ ეს 10% დადებითი ბალანსი მოგვცა 100 მილიონის ოდენობით. ამიტომ ჩვენთვის საგარეო ფაქტორები ფაქტიურად ამ მომენტში არ მოქმედებდა. რაც საგანმანათლებლო ბალანსს გულისხმობდა, საგარეო სავაჭრო ბალანსს გულისხმობდა. ნუ რა თქმა უნდა მოქმედებდა მოლოდინის ეფექტი, რომელიც ეროვნული ბანკის პირდაპირ პასუხისმგებლობა არის და მან უნდა მართოს ეს მოლოდინის ეფექტი, მოქმედებდა ჩამორიცხვები უცხოეთიდან. მაგრამ ამას ესეთი გავლენა ნამდვილად არ უნდა ქონოდა. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ველოდით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდებოდა ეროვნულ ბანკში, როგორც მოისმინეთ, მთავარი მოთხოვნა, სწორედ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე პროფესიული წრეების არის ის, რომ გარკვეული ქმედებები სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. დღეს ბანკში კომენტარი არ გაკეთებულა.